Okay. დღეს გვაქვს ლექცია 22. აქვე დავაანონსებ, რა ვიცი, ნახეთ თუ არა ჩატში. AI ლიგის მოსამზადებელი შეხვედრა დავაანონსეთ. ჩემი სტუდენტი ძალიან მაგარი ინჟინერი ლადო თურმანიძე ჩაგიტარებთ. ამის გარჩევას შედით თქვენს ვინც ამ ლექციას ესწრებით თქვენს გამოგადგებათ, გავარჩევთ ჩაშნდელ ამოცანას. და ორ დავალებას. დავალებები იყო კლასრუმზე რაც ერთული. რამდენიმე ის არის. კლასიფიკაციის დადასეტი არის რა და იქ ხსნება რაც SVM-ით, naive bias-ით და რაღაცებს გამოხსნები არის და მაგას გაარჩევს. თუ გინდათ შევიდეთ. ხო, ვართ 22 ლექციაზე, რაც არის bio, ხო? კაი, ვინ წაიკითხეთ? გეგე, შენ წაიკითხე კიდე? ადრე მაგ წაკითხული. Okay, რამე გახსოვს? Okay. კაი, გეგე, მოდი აბა შენი სიტყვით მომიყევი ორი სიტყვით, რაზე არის, რა არის მთავარი იდეა და რა იყო შენთვის ინოვაციური, რა იყო ყველაზე რთული. მოგედათ შეაჯამე რა და რაღაც მიმართულება წაიყვანე, რა იყო ყველაზე საინტერესო, რთული რა იყო გასააზრებლად და ასე შემდეგ რა. Okay, ხო, თვითონ ზოგადად contrastive learning-მა ბევრი რამე შეცვალა რა, თვითონ მანქანური სწავლების იმაში და self-supervised learning-ში და ანუ რეალურად პირველი არა, მაგრამ ერთ ყველაზე ინოვაციური ამ bio-ლომდე იყო SimSialeri რა. და ანუ მაგის აზრის იყო, რომ რეალურად ისეთ loss ფუნქციას ქმნიდით, რომ პოზიტიური და ნეგატიური რაღაცა ფეირები რო ქონდა, ერთმანეთისგან გაიყო და embedding space-ი მაგის მიხედვით შექმნა და ანუ რეალურად მაგის აზრი ის იყო, ანუ ამ ნეგატიური და პოზიტიურის ერთმანეთს, ანუ პოზიტიურების ახლოს მიყვანა და ნეგატიურები ფეირების დაშორება ის იყო, რომ სემანტიკური მნიშვნელობა უფრო ესწავლა რაღაც კონკრეტული მონაცემებიდან, ვიდრე რაღაცა პატერნი, რომ მე general ანუ უბრალოდ დაეზეპირებინა ფოტოებზე რა. და ანუ რეალურად მაგიტო გაწურთნეს ისე რომ პოზიტივ ფეირებს ირჩევდნენ რაღაცა იგივე სურათის აუგმენტაციებს და ნეგატივ ფეირებს უბრალოდ ორ განსხვავებულ სურათს. და რეალურად მაგის პრობლემა ის არის რომ ანუ ჯერ ერთი ის რომ ძალიან დიდი batch size-ი თუ არ გაქვს არ იმუშავებს, იმიტომ რომ ნეგატივ ფეირები ძალიან ცოტაა და მეორე მიზეზი ის არის რომ ანუ ლოსი ანუ თვითონ ლოსიც არა რა, ნაწილობრივ კარგად შერჩეული თვითონ ტასკისთვის. იმიტომ რომ რატო არის? ანუ მე იმიტომ რომ რაც უფრო დაბალია batch size-ი, რა თქმა უნდა, ცოტა ნეგატივ ფეირი იქნება. ანუ სხვადასხვა სურათებზე ხო სხვადასხვა სურათებს ვიღებ ნეგატივ ფეირებად და მაგიტო იქნება ცოტა. ხო, მაგრამ ხო შეიძლება როგორ ვთქვათ, ნეგატივ სემპლექსში ზოგადად იყენებ ხოლმე ადგე და ზოგადად რაც 5-ჯერ მეტი აიღო. ხო შენზე არ დამოკიდებული რამდენად მეც აიღე. Ratio აუგმენტირებული სურათების ხო უფრო მეტია, ვიდრე ზოგადად სურათების. იმიტომ რომ ანუ რაღაცა ერთი ცალის რო გვაქვს, ანუ ერთი კონკრეტული რაღაცა პოზიტიური სამპლი რო გვაქვს, ანუ ბევრი აუგმენტაცია კეთდება მაგერთ სურათზე, რომ სხვადასხვანაირი ის დაანახოს view და ანუ თვითონ paper-ში მგონი ეგრეა ხო. ახლა გააჩნია რომ მოსამობ, ხო, ანუ contrastive learning-ის რამდენიმე ვარიაცია არის და შენ რაც წავ SimSialeri-ში ან მუღამე ესე რომ ყოველ თითოზე ადგები და აკეთებ ან მეორე წყულს იღებ, ორ დადებ და ამ ორ წყულზე აკეთებ კიდე იმას, ხო, ნახე, ორი წყვილი გააკეთე და გაქვს ერთი დადებითი, ხო? ანუ ერთი პოზიტივი ეგზემპლი გაქვს. მეორე წყვილი გააკეთე კიდე ერთი დადებითი გაქვს, ხო? და მე აქედან 4-ში შეგიძლია კიდე რამდენი ნეგატივი გააკეთო აქ. ესენი ნეგატივი, ხო? 4 ცალი. რამე გამოდის 1 2 3 4, ხო? 4 ნეგატივს გააკეთებ კიდე აქედან. ანუ ორი პოზიტივი გაქვს, 4 ნეგატივი გაქვს. ანუ ნახე შენაცავებ სწორი ობოდა არგუმენტი არ არის, ანუ ნახე შენ ხო თქვი ეგეთი რაღაცა რომ პრობლემა იყო ისო რომ რაღაც ცოტა რაოდენობის ნეგატივი გაქვს, ანუ მაგრაც აღწერე მაგის პრობლემა არ არის. ანუ მიზეზი არ არის რომ შენ ცოტა რაოდენობის ნეგატივი გაქვს. უბრალოდ მაგის ხაზს გასამართლებლად, ანუ არ არის აუცილებლად უფრო ცოტა ნეგატივი გაქვს, ანუ არ არის ეგ მოცემულობა. და დანარჩენი გეთახმები. აი გააგრძელე, ანუ სწორ იმან ინტუიცია თუ რომ bootstrap-ის შედარება, თქვათ, contrastive learning-თან სწორი არის.
ოკეი, ხო და ანუ თვითონ paper-ში ეგრეთ წერია აქ, რომ SimCLR-ის ორი პრობლემა აქვს. ერთი, აუგმენტაციებზე, რომ ზოგ აუგმენტაციაზე ძალიან ცუდად მუშაობს და რაც უფრო მეტ აუგმენტაციას დაადებ, მაგროს პოზიტიურ სამპლებში სემანტიკურ იმას ვეღარ სწავლობს და მეორე მიზეზად ეგრეთ წერა, რომ batch size-ი მაღალი თუ არ იყო, ვერ იმუშაობს ეს SimCLR-ი რა. ანუ გამახსნა ხო, მაგასთან batch size-ის CDD არ არის მარტო იმიტომ, რომ ნეგატივების რაოდენობა სწორი არის. მან ოსცილაციის პრობლემას წყვეტენ დიდი batch size-ით. ერთ-ერთი პრობლემა არის ოსცილაციის პრობლემას წყვეტენ დიდი batch size-ით. ოკეი, ზოგადად აღწერო, ზოგადად როცა გაქვს ნეგატიური ეგზემპლები, მან პრობლემები ჩდება, ხო? თავარი სიტუაცია არის ეგრო, ჯერ ხო მაგათი მოძიება არის, კარგად არჩევა არის რთული, ხო? მაგიტომაც არის, რომ რაც ბევრნაირი სტრატეგია არსებობს, თქვენ აქ არის კიდე კარგად ნაჩვენები. სად იყო კარგად ნაჩვენები? აქ არა და აქ, ხო. რაც რა ლოგიკებით ქმნიან hard ნეგატივებს და რაღაცებს, არ მოიცა? სადაც კაი ფოტოში ხო და მაგის ჩვენება მინდოდა, ხო აქ არის მგონი რა, ანუ რა როგორც ცდილობ რაღაცა ნეგატივების გაკეთებას არის ბევრნაირი ვარიაცია მანდ რა და ზოგადად ნეგატივების გაკეთება არის რთული პროცესი, იმიტომ რომ არის შანსი რომ რაღაც ორ რანდომ ფოტო და რო იღებ ის ფოტოები ორივე კატის ფოტოები იყოს, ანუ რაღაც ბევრი შემოტანილი ვარიანტი. შეიძლება პროსტა ძალიან შორიშორს და დაშორებული ნეგატივი იყოს, შეიძლება ორი ფოტო იყოს, ერთ ფოტოზე იყოს ძაღლი, მეორეზე კატა, მაგრამ ორივე მწვანემდელოზე იყოს გადაღებული და ქროფები ქონდეს ორივეგან აღებული და ეს ქროფები იყოს მწვანე ადგილების რა. ანუ ზოგადად ნეგატივების შემოტანა ყოველთვის რთულია. და აქ საინტერესო არის მან მნიშვნელოვანი საინტერესო ნეგატივები. რომ ნეგატივებმა შენ გასწავლოს როგორ განასხვავო ორი ფოტო, ხო? ანუ იმიტომ რომ ზოგადად მოდი თქვა რომ თუ ნეგატივები ვაფშე გვექნება, ეგ არის სისულელე, ხო? ანუ ჩვენ მოდელი იწევს ყოველთვის ხმას რომ კი ისტორია. ანუ ეგ მაგაზე ვთანხმდებით რომ ანუ როცა ამის გაკეთება გვინდა და ვატრენინგებთ ეგრე, რა ორ შორის მაღალი similarity მომენტი, ანუ მან თუ შენ ნეგატივები არ გაქვს, არის ყოველგვარი სისულელე, მხოლოდ პოზიტივი და მოდელი ისწავლოს რომ ყოველთვის 0 თქვას. და ყოველთვის დადებითი თქვას რა. რომ პოზიტივი ვარ თუ რაც იქნება მაგის და ყოველთვის ძალიან მარტივად იზამ მაგას რა. ამიტომაც საჭიროა ნეგატივები, მაგრამ ნეგატივებს თავისთავად პრობლემები შემოაქვს, რომ რთული დასაგენერებელია საინტერესო ნეგატივები, რომელიც მართლა საინტერესოა, იმიტომ რომ მან პოზიტივებს კი აქვს თავისი ამბავი, მაგრამ ნეგატივებსაც თავის მუღამი აქვს, რომ ჭკვიანური საინტერესო ნეგატივები შექმნა, რომელიც განსხვავებაში დაგეხმარება. და ბიოლი ამბობს, რომ იქნებ რაღაცნაირი სტრატეგია მოვიფიქროთ, რომელშიც ამ ნეგატივებს საერთოდ დავიკიდებთ. და მოდი ხა ანტონ შენ მოგვიყევი რა იდეა შემოვიდა ბიოლში რომ ნეგატივების გარეშე მხოლოდ პოზიტიური სემპლებით, ანუ იგივენაა როგორც კონტრასტივ ლერნინგშია აუგმენტაციები არის იგივე, ვთქვათ ერთი ფოტოდან კონკრეტულ მომენტში გავაკეთეთ ორი აუგმენტაცია, რას ვაკეთებთ მერე? ანუ ერთ ფოტოს ერთ მოდელში უბრალოდ შევუშვებთ და მეორე მოდელის ჯობი იქნება რომ პირველი მოდელის აუთპუტები დამაჩოს. ეს პირველ და მეორე მოდელი რა მოდელები არის? განსხვავდებიან ერთმანეთისგან. აუთპუტი დამეჩოს რა არის? აუთპუტი რა კლასიფიკაცია რა არის აუთპუტი? ჯერ პირველზე პასუხი და მერე მეორეს. აუ რა მოდელებია? არ მახსოვს. პირველი მოდელის აუთპუტი. არა, არქიტექტურას კარგი კითხები, ანუ რაღაცა თქვათ, აქ თავარი მუღამი არის, რომ რაღაცა კავშირია პირველ და მეორე მოდელს შორის. ანუ მაგათად კითხვა დაგისვა. სხვადასხვა trainable პარამეტრები აქვს? კაი ესე სხვა პარამეტრები აქვს ამ პირველ და მეორე მოდელს? კი ან არა მიპასუხე. სხვადასხვა პარამეტრები აქვს? კი. ორივე trainable არის? კი. არა. არა, მარტო ის არის trainable, არა, online-ი არის მარტო trainable. ხო. აი, მაშინ იქა მოდი შენ გააგრძელე მაშინ რაღაც ან თლიან მომყევი, ანუ არქიტექტურა ამის როგორ ხდება რა, ანუ ნეგატივ სემპლების გარეშე როგორ აკეთებს ამ. ოკეი. ხო, ანუ გვაქვს ორი ნეტვორკი, ერთი არის მგონი online ნეტვორკი ქვია და მეორე არის target network-ი. და ანუ რეალური არსი ის არის, რომ ანუ main network-ზე პროსტა
ისიც ვაკეთებთ, როგორც ხდება რაღაცა encoder-ი, projection-ი, მე უბრალოდ რაც რა გამოდის იმას, ხო, ანუ ბოლოში რა და ანუ რეალურად რაღაცა ერთი აუგმენტაცია გვაქვს კონკრეტული ამ online network-ისთვის და მეორე გვაქვს target-ისთვის. და ანუ target-ის იმის, რა ქვია, weight-ები პირველ რიგში, რა თქმა უნდა, განსხვავდება და იმით განსხვავდება, რომ შემოგვაქვს EMA ქვია რა, exponentially moving average. რო ანუ რაღაცა tau პარამეტრი გვაქვს, რის მიხედვითაც სკალირდება და თავისი წონებიც აქვს. და ძალიან პატარა ის ემატება, ძალიან პატარა წონით ემატება იმის, რა ქვია, online network-ის პარამეტრები. და ანუ რეალურად მთელი აზრი ისაა, რომ თუ ძალიან შეიცვალა ეს პარამეტრები, რომ თვითონ იმ matching-ის, რომელიც target network-ის projection-ში და online network-ის prediction-ში ხდება, ანუ მაგათი ახლოს მიყვანა ხდება რა. და ანუ თუ ძალიან შეიცვალა online network-ის პარამეტრები, target network-ი აიძულებს, რომ დაბრუნდეს რა. და თითქმის ყველაფერი სწორად თქვი რა რაღაც პატარა რაღაცებს შემოგედავებოდი. მოდი ახლა მე ვიტყვი და მოდი მე კითხოთ რეჟიმზე გადმოვალ ისევ რა. ხო, ანუ იდეა არის ეგეთი რომ მოდი რაღაცნაირად გავხადოთ სიტუაცია ისეთი, რომ შევძლოთ მხოლოდ პოზიტივ სემპლებით ვისწავლოთ რომლები ამ სიმსგავსე ვისწავლოთ. ოღონდ როგორც წეგამ თქვი, თუ ამას დავიწყებთ პირდაპირ ჩვეულებრივი მოდელირებით და ნეგატივის გარეშე ჩვეულებრივი ერთი მოდელით და ანუ მათ ხო ეგ არის ხო cross encoder-ი და b-encoder-ი ხო? ანუ რანაირადაც არ უნდა მიუდგე. ანუ იმაში ნაკლებად არის სიტყვაზე რა, ანუ გულისხმობ რომ ანუ ორი მოდელი ხა იმიჯში არ არის ხა ფოტოებს ხო არ გადააბამ ერთმანეთს, მაგრამ ასა აქ სულ ის არის, სულ ერთ მოდელში შეიძლება მეორე მოდელიც გქონდეს, ხო? ანუ რაც არ უნდა გქონდეს, ერთი მოდელზე როცა გაქვს პროსტა მარტივად ისწავლის, რომ ყოველთვის თქვას, როცა მარტო პოზიტივი ეგზემპლები გაქვს, ყოველთვის თქვას კი, ხო? ეგ არის მარტივი რაღაც. ამიტომ რაღაცნაირი სირთულე გჭირდება, რომ შემოიტანო, რომ ამით ეს რაღაც მარტივი ძალიან ცუდი ლოკალური მინიმუმი ამ წონების აირიდო თავიდან. ერთი იდეა თავიდან არის ეგეთი, რომ მოდი სანამ იდეას ვიტყვი სწორ solutions და მე შეგეკითხებით ესე რომ გავკვეთებ რატო იქნებოდა ცუდი. ანუ იდეა რა არის? გაქვს ჩვეულებრივი encoder-ი, რომელიც არის ResNet-ი რა, აზრი არა აქვს, ანუ ოღონდ დაუტრენინგებელი, ანუ fine tuning-ი თუ აიღე რაღაცე აქ ამ თელემოღამის არის, რომ თვით შენატრენინგებ ნულიდან self-supervised learning-ით, ხო, რაღაცა პროსტა არქიტექტურას იღებ და თქვა არის ResNet-ი, ჩასვით vision transformer-ი აზრი არა აქვს რა, ჩასვით რაღაც encoder-ი. პირობითად ResNet-ი, რადგან paper-ში ResNet-ია გამოყენებული. მერე გაქვს ჩვეულებრივი MLP, რაც არის ჩვეულებრივად batch norm-ი, dropout-ი, ლინიარი რა, არაფერი განსაკუთრებული. აქედან გამოგდის და რაც წეგან მკითხე ანტონ და ნიკას გონა არის თუ ეგეც მკითხე, მაგრამ ნუ ოკეი. ანუ output-ი შენი არის embedding. ვთქვათ 256 განზომილებიანი, ანუ 256 logit-ი რა, logit-იც არა, პროსტა რიცხვი. 256 რიცხვი, linear layer-ი გაქვს, ბოლოში 256, არანაირი softmax-ი არაფერი. ჩვეულებრივი 256 არა 512 რაც არის dimension size-ი, მაგდენ რიცხვს აპრედიქტებ. და ანუ აქ თავდება, ანუ ეს არის, ანუ გააქვს ესე იგი ეს, აქედან ამოიღებ embeddings, ამ CNN-ი თუ რაც არის ResNet-ი და ResNet ხო, CNN-ის ფორმატია. მერე აქედან ამოიღებ საბოლოო ჯამში გააფლატენებ და აქედან გაფლატენებულ შეუშვებ უკვე ჩვეულებრივ MLP-ში. აქ არის MLP, projection-ი ქვია რა. ეს არის MLP. აქედან მე კიდე ერთი რაღაც ხდება, როგორც აქ ხედავს predicts, მაგრამ მოდი predicts ახალი შევეშვათ. და ანუ რასაც ვცდილობ რომ გააკეთო, არის რომ გაქვს მეორე network-ი, რომელიც არის იგივე არქიტექტურის ზუსტად, ამ გარდა ამ prediction-საც ახაში ვიტყვით. ოღონდ აქ განსხვავებული წონები. ეს წონები არის ფაქტობრივად როგორ არის რაღაც პერიოდულობით კოპირდება. ეს იდეა არის წამოღებული reinforced learning-ისგან. და ეს იდეა ნახსენებიც მაქვს ადრე და მაგ პარალელსაც შევეხები დღეს ლექციაზე რა. რომ წამოღებული გაქვს აქედან იღებ წონას, ანუ თავიდან ეს გაქვს თავარი ფუნქცია, თავარი მოდელი რაც გაინტერესებს, გაქვს მეორე target მოდელი, რომელშიც გაქვს დაკოპირებული ამის წონა, ოღონდ პირდაპირ დაკოპირებული არ გაქვს რა. თავიდან კი პირდაპირ დაკოპირებულია, მაგრამ მე გაქვს როგორც ნიკამ თქვა გაქვს EMA, ანუ exponential moving average რა. რაც არის, სად არის მაგის ფორმულა? ანუ ეს შენ წონას აი მანდ იყო ქვემოთ. შენ წონას დამატებული აი. ანუ მოიცა, რატო ვახშო? ეს ვთქვი.
ან ნახე, შენი წონა, რაცა მაგის ის არა, ანუ წრფივი ინტერპოლაცია ხო ფაქტობრივად. ანუ გააქვს შენი წონა, მოიცა ვიღაც შემოდის დავადასტუროთ. ელენე, მაშინ. სალამი ელენე. ანუ გააქვს შენი წონა რაც ახლა გაქვს, ეგ ტაუჯერ გამატებული 1 - ტაუჯერ ეს ზედა მოდელის წონა. ანუ მუღამი არის რომ შენ ნელ-ნელა უფრო მიყავს ამ ონლაინ და თარგეტი ქვია რა, ანუ თარგეტი ნელ-ნელა მიყავს ონლაინისკენ და მიყავს როგორ ხო 1 - ტაუჯერ უმატებ. აქ საინტერესო რა არის? ამას შეგიძლია შეხედოთ როგორც ensembling-ი. რომ რაღაც ფორმით ეს არის გასაშუალოებული ყველა წინა მოდელი ამის, ხო? რომ თავიდან პირდაპირ დაკოპირდა, მერე ეს რო შეიცვალა gradient descent-ით, ნახე? მერე ეს შეიცვალა, ანუ რაღაცა ჯერ ეს, დამატებული 1 - რაღაცა ჯერ ეს ახალი წონა დაემატა. ანუ ფაქტობრივად ეს გამოდის რაღაცნაირი average-ი, ანუ ensembling-ი გამოდის, ანუ bootstrap-იანი ensembling-ი არა რა, bootstrap-იანი ensembling-ი არა რა. ბეგინგი არის, bootstrap-ი არის ეს არა, ensembling გამოდის, რომ გაქვს რაღაც ბევრი მოდელი და მაგითაც აბალანსებ, რომ ანუ ეს გამოდის, ეს შენთვის იქცევა როგორც უფრო დაღვინებულ, უფრო stable ვერსია მოდელად, target-ი, ვისაც გინდა რომ მიბაძო და გაქვს ონლაინი, რომელიც არის მუდმივად სწრაფად ცვალებადი. ანუ აქ აქვს სწრაფად ცვალებადი, აქ გაქვს რაღაც მაგის ensembling-ის ვერსია, რომელიც არის წინა რაღაც ვერსიების საშუალო, ხო? მაგიტო არის ეს exponential moving average, ხო? ანუ ეგ ხდება. ეხლა რა არის task-ი და loss ფუნქცია რა არის? შენი მუღამი არის, რომ ერთ და იგივე ფოტოდან გაკეთებულ ორ აუგმენტირებულ ფოტოზე, რომელიც არის ზუსტად იგივე რაც იყო კლასიკურ იმაზე, კონტრასტივ ლერნინგში, ერთი შედის აქ, მეორე შედის აქ და გინდა რომ ამისი დაბრუნებული და დაფედრიქტებული 256 რიცხვი იყოს ახლოს ამის დაფედრიქტებული 256 რიცხვთან. ამ აქ რაღაცა განაწილებას და რაღაცებს არ ადარებ რა ერთმანეთს. ადარებ პირდაპირ მისქვიარდ ერორი. ოღონ ნუ რო სტაბილური რო იყოს ეხლა შეიძლება სხვადასხვა scale-ზე დააფედრიქტონ ამათმა რიცხვები თავიდან, მაგიტო აკეთებ ნორმალიზაციას. ანუ ჯერ L2 ნორმალიზაციას აკეთებ რომ 0 edge დაიყო რომ სიგრძეზე ყოფ და მერე აკეთებ უკვე მისქვიარდ ერორს. ეს არის იდეა. და ნუ აკეთებს რა ქვია მაგას სიმეტრიულ loss ფუნქციას, იმიტომ რომ აქ ხო პირველი აქ არის როგორ ხო? ეს შეიყვანი აქ, ეს შტრიხი შეიყვანი აქ და მეორესაც აკეთებ. ეს შტრიხი შეიყვანი აქ, ეს შეიყვანი აქ რა, ანუ ერთი თეორი, ხო? მაგის სიმეტრიული loss-ი გამოდის თლიანობაში. და ცდილობ რომ დაოპტიმიზირო. ოღონდ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც. ჩვენ ხო ვთქვით რომ ეს target network არის ფაქტობრივად აქედან გადმოკოპირებული რაღაც. შესაბამისად აქ არ ვაკეთებთ იმას gradient descent-ს. ანუ აქ top-up, last-up gradient-ს, ანუ უწევთ რომ gradient, ანუ ამ წონებს ვეუბნებით რომ requires grad false-ი, ანუ აქ ვაჩერებთ ამაზე. მხოლოდ აქ ამათზე ვაკეთებ, აქედან ვაკოპირებთ, ანუ მნიშვნელობა ამათი არის, მაგრამ ამაზე gradient-ს არ ვაკეთებთ. მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენ ეს ამ updates ვაკეთებთ online network-იდან და არა target network-იდან. ახლა შემოდის კიდე ერთი პატარა ნიუანსი. რომ გავაკეთოთ აქ predict-ი. ანუ კიდე ერთი პატარა ლეიერი დავამატოთ აქ online-ში. ამისი მიზეზი ხო არ გახსოვს ნიკა რატო არის? predict-ის მიზეზი ის არის, რომ რეალურად პასუხს, რასაც დაგვებრუნებს, target-ის იმას არ გაცდეს. არა, ეგ აკაცო, ანუ აქ არქიტექტურა ის ერთნაირი გაქვს, ანუ შეგეძლია პროექციის მერე, ანუ ერთი MLP-ს, ანახე როგორ არის, აქ გაქვს, короче, ენკოდერი გაქვს, ენკოდერიდან გადახვედი MLP-ზე და MLP-დან გაქვს კიდე ერთი MLP. MLP ხო ესეა multi-layer perceptron. ხო. და აქ პირდაპირ აქ რო გაშენებულიყავი რა პრობლემა იქნებოდა. ანუ embedding-ებს ხო არ ადარებს შენ? ხო, მაგრამ აქაც embedding-ი აქედანაც 256 გამოდის. და აქედაც 256 შედის და 256 გამოდის. ანუ ერთ-ერთი არის, მაგრამ ნუ სხვა წონებით, ხო? ანუ აქ თავისი dropout ნორმალიზაცია და რაღაცეებით. ანუ რატო არის რომ ანუ ერთ რატო აკეთებ რა?
იმიტომ ამის გარეშე ძალიან ერთნაირი არქიტექტურაა და არ შეიძლება ის თვითონ წონები. არა, შეიცვლება. პროსტა შეიძლება, მაგრამ ერთნაირად სიმეტრიული გახდება მაშინ და ასიმეტრიული იყო. არა, ეს იდეაში ეს არ სტრენინგდება, ხო ეს ჩვენგან კოპირდება, ხო, ახლა იგივე, მაგრამ თავარი მუღამი არის, რომ შენ თუ პრედიქშენი არ დაამატე, ორივე დაამუღამეს, რომ პროსტა ერთდროულად თქვან, ერთდაიგივე, ყოველთვის 0 თქვან. აქედან თუ ყოველთვის 0 თქვი რა. აქედან პატარა ლოსი გექნება, მაგრამ შენ რო აქ კიდე ეს გაქვს, ანუ იგივე წონები დაждდება აქ რა. მაგრამ შენ ხო აქ სხვანაირი წონა გაქვს. და მაგის გამო არ დასვავს ეგრე რა. ანუ შენ დამატებით ერთს, რომ აირიდო თავიდან ისეთი ლოკალური მინიმუმი, სადაც პროსტა ყოველთვის 0 რიცხვები პრედიქტებს. როცა ორივე ნულებს აპრედიქტებს, მე ადგები და მაგის საშუალოც და სულ კაი იმაზე ხარ რა, ანუ სულ perfect loss ფუნქცია ლოსი გაქვს და სულ ყველგან გამოდის. მაგის თავარი მუღამი prediction-ის დამატების არის, რომ არქიტექტურული ცვლილება შემოიტანო და აიძურო რომ ზუსტად ერთნაირი არ იყოს რა. ანუ ერთნაირი წონებზე არ დაждდეს სულ. ნუ შენ ინტუიციაც სწორი იყო. ერთნაირი წონებზე არ დაждდეს სულ. აი, ეს ამაკ ეგეთი კითხვა. რომ вообще ორი სხვადასხვა ნეტვორკი რატო გვაქვს? რატო არ შეგვიძლია რომ გქონდეს ერთი და იგივე წონა? ანუ ერთ და იგივე მოდელს ვკითხოთ 2 რა, ანუ ერთ და იგივე მოდელი გვაქვს, თავიდან რანდომ წონებით არის, ხო? და ამ მოდელს ვკითხოთ ერთი ფოტო, მეორე ფოტო, ამ ფოტოს პირდაპირ უთხრათ, რომ ამათ შორის სხვაობა დაიჭირე. როგორც არის ესა რა, კლასიკური კონტრასტული ლერნინგი, სადაც მარტო ერთი ნეტვორკი აქვს, მოდი ნეგატივებიც გაქვს რა. აქ რომ მარტო პოზიტივები გაქვს, რა პრობლემა იქნებოდა? მაშინ ხო ნეგატივიც იქნებოდა საჭირო. ერთი ეგ იქნებოდა, კი. ყველას ერთმანეთს გაუტოლებდა, mode collapse მოხდებოდა. ანუ ეგ იგივე რაც ნეგატივი არ გვაქვს, რასაც შენ იძახი ყიფში. ხო, ერთი ეგ ვარიანტია, ხო, ერთი კი, ეგეც სწორი არის, ხო, ეგეც. მეორე ვარიანტი ის არის, რომ ანუ რაღაცა სიგნალს ვერ დაიჭერდა რა ეს ორი მოდელი, ანუ კარგი სიგნალი არ ექნებოდათ რა. იმიტომ რომ ძალიან მაგას კი ოსცილაცია რა. რომ reinforced learning-იდან, ანუ მე reinforced learning უფრო კარგად ვიცი ამ თემებზე, ვიდრე computer vision-ი ზოგადად. და იქაც ეგ მომენტია, რომ ანუ როცა ერთ და იგივე მოდელს აპრედიქტებინებ ორ რაღაცას, მე მაგას ადარებინებ ერთმანეთს, ერთ და იგივე მოდელს, როცა ამ დროს მოდელი ჯერ შტერია რა, ძალიან მაღალი ლოსი გეჩნდება. ანუ ძალიან ცვალებადი ლოსი გეჩნდება რა, ანუ აი ესე დახტიხარ, ჩათვალე რაც უნდა learning rate და optimizer-ი აბალანსო, ძალიან არასტაბილურია რა. ხან ერთი მიმართულებით მის მოდელი, ხან მეორე მიმართულებით, ანუ ძალიან ოსცილაცია გაქვს რა. ამიტომაც არ არის. აი, მეორე ვარიანტი არის, რომ ორი ვაფშე სხვადასხვა მოდელი რო ქონდეს, ორივე trainable რო ქონდეს, მაგისი პრობლემა რა იქნებოდა? ანუ მაგის პრობლემაც დაახლოებით იგივე არ იქნებოდა. ორივე სრულიად სხვადასხვა მოდელი რო იყოს? ხო. ანუ მაშინაც ხო ნეგატივ სამპლი დაგჭირდებოდა. არა, რატო? იმიტომ რომ ანუ პირველი მოდელი, network მოდელი ძალიან შეიცვლიდა პასუხებს და რაღაცა ის იქნებოდა. ანუ რაღაცა ის არ იქნებოდა, რაც დაასტაბილურებდა რა თვითონ პირველის გადაწყვეტილებებს. ოკეი, ანტო შენ აზრი გქონდა რაღაც დავინახე რომ მიკროფონი მოხსენი? EMA-ის ვერ გავაკეთებთ. არა, კითხვა სხვა რამეა, ანტონ. მარტო მაგ EMA-ის, ანუ მაგის გარეშე რა, პროსტო ორი სხვადასხვა რო ქონდეს რა, ორივე trainable რო ქონდეს. რაც შენ წეგან შეგეშალა. მაგას რა მინუსი ექნება თქო? ასყერო ერთი ძალიან რთული ტასკია, ანუ მანდაც იგივე მომენტია, მანდაც mode collapse მოხდება. მანდაც მაგას დაამუღავენ, ანუ აქ თელი მუღამი რატომაც ეს მუშაობს, არის რომ რაღაც ერთგვარი გექნება ერთგვარი assembling-ის მეთოდი. რომ შენ გაქვს უფრო სტაბილური ვერსია, რომელიც არის წინა ყველა ვარიაცია და შენ თუ აქ ორი სხვადასხვა მოდელი გაქვს. ანუ ამათ შორის შეიძლება ძალიან მარტივად მოხდეს, ჯერ ხო ტრეინი ბევრად უფრო რთული იქნებოდა. იმიტომ რომ რაღაც ძალიან ბევრად უფრო რთული ტასკი არის, ეგრე ორი სხვადასხვა მოდელი გაქვს, ორ მოდელს ატრენინგებ ორი წონით. და სიგნალი თან მარტო პოზიტივიდან მოდის, ერთი რომ რთული იქნებოდა. და ძალიან დიდი შანსია რომ მანდაც mode collapse მოხდარიყო, რომ ორივეს დაემუღებინა, რომ ჯანდაბას ყოველთვის ნულებს უთყვი, ისიც ყოველთვის ნულებს იტყვის და ვსო. მანდაც მაგის შანსიც იყო, მაგრამ ზოგადად არის რომ ზოგადად არასტაბილური ტრენინგი არის, იმიტომ რომ ორი ცალკე მოდელია და სიგნალი ძალიან მწირი სიგნალია.
ანუ ბევრის მომცემი არა, მხოლოდ პოზიტივების სიგნალია და მანდაც ზოგადად mode collapse მოხდება რა. ეხლა კითხვა რომ აი თითქოს ყველა რაღაც რაც განვიხილეთ, ყველასი არგუმენტი იყო, კონტრარგუმენტი იყო, რა ის mode collapse მოხდება, არასტაბილური ტრენინგი იქნება და რატო ვერ ვამბობთ იგივე არგუმენტს ამაზე. ხო? ამისი განსხვავება არის ეს, რომ ჯერ პირველ რიგში აქ აქვს არქიტექტურული სხვაობა გვაქვს აქ ერთი, რომ აქ prediction-ია, ეგ საკმაოდ დიდი სხვაობაა და მეორე არის, რომ შენ აძლევს შენ მოდელს საშუალებას, რომ ერთის მხრივ ახლანდელი მოცემული მოდელით შეხედო ფოტოს და მეორე შემთხვევაში შეხედო შენი როგორც ინა 1000 ვერსიის გასაშუალოებული მოდელის. ანუ ეს სემბლინგით, რომელიც ბევრად უფრო სტაბილურია. და ან ფაქტობრივად შენი მიზანი რა არის? შენ ამბობ, რომ ტარგეტი არის ესეთი მოდელი, რომელიც არის ძალიან მაგარი და შენ ონლაინით ცდილობ, რომ ჩეისინგი გააკეთო. მაგრამ მან ყოველთვის არის საშიშროება, რომ შენ თავს როცა აჩეისებ, მაგრამ როგორც reinforced learning-ში. მაგას როგორც ერთი ძალიან არასტაბილური ტრენინგი მოყვება ხოლმე. მაგიტოა გაკეთებული, რა თქვა, ესე რო იყოს, რომ ჩათვალე რაღაც ესეთი ვერსია რო იყოს, რომ ყოველ 10 სვლაში ერთხელ, ანუ 10 სტეპში ერთხელ დააკოპირო მთლიანი ტონა აქ. ანუ მაგალითად თავიდან არის ერთნაირი, მე ყოველ სტეპზე ხო აკეთებ, ყოველი ბაჩის მერე ხო აკეთებ გრადიენტისეც აქ. და ანუ ადარებ და მე 1000-ზე კიდე გადაწერებ მთლიანად გადააკოპირებ აქ რა. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს იქნებოდა ნაკლებად smooth. როდესაც შენ აკეთებ exponential moving averages, შენ აკეთებ ამ რაღაცნაირ smoothings და უფრო სწორად არის და როცა შენ ინავ 10 სტეპი და მე აკოპირებ მაგალითად, ხო? მაგ დროს უფრო ზრდი შანს, რომ ეს მოდელი, რომელზეც გაყინე, იყო საკმაოდ არასტაბილური ასევე და ეს არასტაბილურად იცვლება და ნუ ზოგადად არასტაბილური ტრენინგის პროცესი იქნება. აი თქვათ მაგის პირველი იდეები არის Q learning-ში არის ეგ თუ სად არის იდეაში? TED learning-ში არის ალბათ პირველად ეგ ნაჩვენები. Target network-ი. ფოტოები რაღაც ეგეთი მინდა. არა, reinforced learning-იდან არის წამოსული ეგ იდეა რა, იდეაში ეს რაღაც, იმიტომ რომ reinforced learning-ში ხო გახსოვთ deep Q learning-ი როგორ არის, ხო? იქ რაღაცა ფუნქცია არის Q learning-ის გამოყვანილი, Q ფუნქციის ეს ან Q ფუნქცია, quality ფუნქცია ორნაირად ათვლილი. ერთი არის რა საკუთარი თავი და მეორე Q ფუნქცია, Bellman's equation, მოიცა? Bellman's equation-ი არის ეგეთი რაღაცა, რომ Q ფუნქციაზე, მოიცა? აი ეს. რომ შენი quality ფუნქცია, ანუ ახლანდელ stage-ში, სადაც იმყოფები და რა action-საც აკეთებ, არის ამ stage-ში ამ action-ის გაკეთებამ რა immediate reward-იც მოგცა, დამატებული პოტენციურად რა action-ებით შეგიძლია რომ გააკეთო, მაქედან, სადაც გადახვედი, ეხლა ეს ხო გადავხედი, რაც შეიძლება გააკეთო, მაქედან ყველაზე მეტ Q-ს რაც მოგცემს ეგ. დამატებული ეგ ლოგიკური ყველაფერი გამოდის იმ ერთი მარტივი ფუნქციიდან, რომ შენ რათა ოპტიმიზირება არის ახლა დაწყებული მომენტიდან ყველა reward-ის ჯამი, ნუ discounted factor-ის გათვალისწინებით რა. და ამ შემთხვევაში ნუ მაგ ფორმულა გამოიწვია იგივე რომ დღევანდელს დამატებულიაც ისე გაიტან გამას ჭხილებს გარეთ და მაგ ფორმულას წერია Bellman's equation-ის გამოყვანა. ძალიან მარტივი ფორმულა არის. ეს არის ჯამი აქედან გამა რო გაიყვანო არის იგივე რაც K+2 რაც არის იგივე და ნუ იგივე ფუნქციას მიიღებ რა, რეკურსიულ დამოკიდებულებას მიიღებ. და წეღარა ფუნქციაც ქონდა გამოყვანილი, სად არის კაი ფოტო რო იყო. და ეხლა რასაც აკეთებ ამ deep Q learning-ში არის, რომ Q ფუნქცია გაქვს როგორც neuron ქსელი, სადაც შედის state-ი და ეს არის ეს მუშაობს მაშინ, როცა action space-ი გაქვს კლასიფიკაციისავით რა, ანუ გაქვს პოტენციურად 10 შესაძლო action-ი. თუ გაქვს continuous space-ი, ანუ დისკრეტული როცა არა და continuous არის, მაგალითად გაზი რამდენით მიცე მანქანას და ეგეთი task-ები რა. მან მოკლედ ეგეთი ამბავი არის, რომ მაგ შემთხვევაში მუშაობს ეს deep Q learning-ის ეს მიდგომა. რომ აქ Q ფუნქციას აპრედიქტებ, ანუ Q გაქვს network-ი და ნუ ბოლოში ლოჯიკებს აკეთებ და ნუ softmax რაღაცები არ გაქვს რა.
და რა ბოლოში თქვა 10 action-ი 10 რიცხვს აფედიქებ და ყველაზე მეტს იღებ რა. ან თუ აკეთებ კონდო და action-ის თუ გაინტერესებს, ამ action-ის თუ გაინტერესებს quality ფუნქცია, ეს action თუ არის მესამე action-ი, მესამეს აიღებ და ეგ არის მაგის ფუნქცია. ერთი მხრივ ამას იცვლი და მეორე მხრივ ითვლი, აი ეხლა გარემომ რა reward-იც მოგცა. მაგას დამატებული, ხელახლა რო გამოთვალო ამ network-ში, ოღონდ ახალი state-ით, ახალი state-ით რო გამოთვალო და მე აიღო მაგაჟოს მაქსიმალური Q, აი ეგ. ანუ ერთეგივე ზოგადად იდეაში ამბობ, რომ ეს ფორმულა უნდა კმაყოფილდებოდეს, რომ Q ფუნქცია Q უნდა უდრიდეს, ეხანდელი reward-ს დამატებული პოტენციურად მაქსიმალური Q ფუნქცია რაც შემიძლია მქონდეს ახალი state-დან. რაც ლოგიკურია, ყოველთვის საუკეთესო სულას აკეთებ, ესეთი ფორმულა ჯდება რა. და აქ პრობლემა არის, რომ ერთეგივე network-ია ეს Q network-ი. ერთეგივე network-ი გაქვს რა. და როცა საკუთარი თავით ცდილობ რომ დაატრენინგო დააფრედით ორი რაღაცა და მე შენი ლოცი როგორ გამოითვლება, იცი? ამათ შორის mean squared error-ი. ამას და ამას შორის mean squared error-ი, ანუ აი ამ გამოთვლას და ამას შორის mean squared error-ი არის შენი loss ფუნქცია deep Q learning-ში. და ეგ არის ძალიან არასტაბილური. ეხლა რაღაც მარტივ თამაშებს და მარტივ ფუნქციებს და მარტივ გარემოზე მუშაობს, მაგრამ ზოგადად ძალიან არასტაბილურია ეს სწავლების ესეთი პროცესი რა, იმიტომ რომ ერთეგივე network-ია. და აქ შემოიღეს იდეა, რომ მოდი target network-ი გქონდეს აქ. რომ ეს მეორე მქნას რა. ცალკე და რომელსაც იქნება კაკრას ეს, თავიდან იყო რომ გაყინული იყო და ყოველ 10 სულაში ერთხელ აპდეიტებდნენ და მე იყო რომ ყოველ ჯერზე smooth update-ი იყო. და ნუ ეს არის აქედან არის წამოსული ეს იდეა რა. თორე ავტორებიც ამბობენ რომ თავარი იდეა არის წამოსული reinforcement learning-ის ამ ნაწილიდან რა. ეს reinforcement learning-ში გესმით ხო ეს როგორ setting-ში კეთდება ეს და საიდან მოდის ეს target network-ის იდეა. Online და target network-ები. გასაგებია და ხო ის რა მანიში. კი, გასაგებია. ხო, ანუ აქედან მოდის პრინციპში აქაც იდეა რა. ხო, თავარი გასაზრებელი არის ეგ რომ ამ moving average-თან ერთად შენ უფრო და უფრო ასტაბილურებ. და მაშინ საერთოდ კითხვა ხდება რომ აი რატო სწავლობს ეს მოდელი რაღაცას? იმიტომ სწავლობს რომ ორ სხვადასხვა აუგმენტაციას იღებ და სიმეტრიულად აკეთებ თან და თქო რომ ამათ გქონდეთ საერთო embedding. და აღმოჩნდა, აქ მაინც მათემატიკური ახსნა არ უწერიათ, რატო ეს ყველაფერი რატო არის რომ რატო გამორიცხავს იმას, რომ აღარ გჭირდება ნეგატივ სემპლები. ამას და არ ამბობს, არა, ნუ ინტუიტივად და შედეგებითაც აღმოჩნდა, რომ ბევრად უკეთესია რეზულტები სად არის. ანუ ბიოლმა აჯობა ყველა სხვა მეთოდს იმაზე 1000 კებზეც გატესტეს იყო თუ არ მაქვს imagine-ი ხო, imagine-ზე გატესტეს. და აგერ რაღაც მოგეთ ყველას საგრძნობლად აჯობა რა. ანუ საგრძნობლად ეხა ეს 1.6% რო საერთოდ, მაგრამ ნუ დიდი არის ეს, დიდი ცვლილება არის. ხო. იდეაში ეს არის მთავარი იდეა ამ ყველაფრის. რა კითხვები გვაქვს? მე მაქვს ერთი კითხვა. ისმენ. ანუ თვითონ ბაიოლის იმაში რა ქვია prediction-ის MLP-ში რა. აი მან. ანუ მან სიმსიალერისგან განსხვავებით batch ნორმალიზაციას არ იყენებენ. და რა? ხო, ეგრე დაწერეს, კი. და ეგ რამ და მაგ დაკითხვა არის თუ ის არის ხო რა მოიცა? Actually, this concept linear output followed by batch normalization. აი ხო წერია output of this MLP is not batch normalized. Contrary to SimCLR, the output of the ანუ აქ არის თუ ქვემოთ არის? არა, იმანდ არის ხო. მაგის ყველაზე ბოლო წინადადება. Similar output of this MLP is not batch normalized. The predictor Q0 uses same architecture as G0. აჰა, ოკეი, ანუ რატო არის batch normalizable ბოლო ლეიერი აქ, ხო? როცა მეორეს არ არის მგონი, ხო? აქ არის, ანუ აქ არის და აქ არ არის, ხო, რატო აკეთებენ აქ ნორმალიზაციას? SimCLR-ში არის MLP-ში თვითონ, ანუ SimCLR-ის multi-layer perceptron-ში, მაგრამ აქ არ არის, ანუ ეგ უწერიათ და ეგ საინტერესო მგონი. ხო, არა, ხო, გასაგები არის. predictor მოიცა
ოკეი, პრედიქტორი არის იგივე რაც ჯინოლი, ანუ არც ეს არ არის. ანუ ბეჩნორმი არ არის არც აქ და არც აქ, ხო? ანუ მარტო აქ კი არ არის, ანუ არც აქ არ არის და არც პროექციაში არ არის. იმიტომ რომ ჯინოლი და კიუნოლი ერთგივე არისო. ანუ ჯინოლი და კიუნოლს ერთგივე არქიტექტურა აქვს და last layer-ი არ არის იმაშიო, ბაჩნორმშიო და საინტერესოა რატო არ არის ბაჩნორმში. ამას ესეთი გადაწყვეტილებები როგორც წესი არის ხოლმე მიღებული იმით რომ ექსპერიმენტზე აჩვენა რომ არის უკეთესია. მაგრამ ასე რატო არ არის მიღებული ბეჩნორმი გათვალისწინებული რაც შეიძლება გააფუჭოს თუ ბეჩნორმი გაკეთებული ბოლოს. განსხვავება არქიტექტურული არის ის რომ იქ ნეგატივ სემპლებიც გაქვს და ეგ ნეგატივ სემპლების ხოვება ამ ბეჩნორმზე რატო უნდა მოქცეს? ნუ იმიტომ რომ რაღაც აქ ბეჩ საიზები დიდი არ არის აუცილებელი რომ კონდეს, მაგრამ ეგ რატო არის ბეჩნორმისთვის ცუდი? ახლა ბოლო ლეიერში რაც ცვლის ეგ. არ ვიცი, ვიფიქრებ. ხო, ჩემი დაკვირვებით ეგეთი გადაწყვეტილებები არის ხოლმე მიღებული იმით რომ პროსტა აჩვენა რომ თუდად მუშაობს. მაგალითად კიდე ერთი რაღაც არის, ნახე. ბეჩნორმის ინიციალიზაციაზე რა, იქ ანუ სკეილინგის ანუ ბეჩნორმი რა არის, ხო? ნორმალიზაცია და სკეილინგი, ხო? და სკეილინგზე ეგეთი რაღაც აქვს ნათქვამი, ნახე. სად აქვს ნათქვამი? related work-ი არა, მეთოდშიც არა იქ იქნება ნახსენები. იმპლემენტაციაში იქნება ნახსენები ალბათ ეგეც. Implementation details. არა, ესეც არა. მოგეთ სადღაც არის ნახსენები, იმენა მახსოვს, რომ წავიკითხე. რომ initialization. ბაჩნორმი თუ დავამატეთ ხო, ბაჩის პარამეტრებიც დავამატოთ ბაჩნორმის. რისი? ანუ ის ემატება. ანუ ბაჩის ყველა სამფლის პარამეტრები. არა, ლიკეჯი არ იქნება? ლიკეჯი არ იქნება. ლიკეჯი რისი რასთან? ანუ ბაჩნორმის სტატისტიკები ხო უნდა დავამატოთ ორი მოდელის. ეგ მაშინ ეგ ზოგადი კითხვა არის. ანუ ზოგადად როცა ბაჩნორმს იყენებ მოდელში, მე ინფერენს როგორ აკეთებ, ხო? და data leakage ხო არის, შენ მგონი? არა. EMA-ს რო ვაკეთებთ, ხო? ხო. მაგ დროს ხო ბაჩნორმის პარამეტრებსაც იმას შვებით. კი. ხო და ეგ ლიკეჯს არ გამოიწვევს, იმიტომ რომ ლიკეჯ რისას? ისეც ხო ყველა დატას აკოპირებდა. გავიგე რასაც ამბობ. სტატისტიკის ლიკეჯი გავიგე რასაც ამბობ. ანუ მაგრამ ეგ რა მნიშვნელობა ResNet-ის ანუ ეს არგუმენტი ცალკე საინტერესოა განვიხილოთ, მაგრამ უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ ეგ არგუმენტი იმის აღსანიშნავად, რომ ბოლო ლეიერზე არ კონდეს, არაფერს არ ცვლის. იმიტომ რომ ResNet-ში გააქვს ბაჩნორმი. მაგრამ ცალკე აღებული ბაჩნორმის როცა მაგ moving average-ს აკეთებ, არის თუ არა, ანუ მაგ moving average-ს შენ აკეთებ იმაზე, ანუ არქიტექტურის ის რო ნახო, ანუ view-ში არ აკეთებ, რეპრეზენტაციაში არ აკეთებ და projection-ში არ აკეთებ. ანუ ეგრე აკეთებენ იქაც SimCiler-ში. და ერთი განსხვავება რაც არის BIOS-სა და SimCiler-ს შორის ის არის, რომ იმენა prediction-ის არქიტექტურაზე აი ბოლო ის რო არის რა ბოლო გეგე თავიდან დაიწყე რა თქვი, რას არ აკეთებენ? SimCiler-ში batch normalization არის მარტო prediction-ზე. და ანუ ResNet-ში არ არის? არ არის. უეჭველი? ანუ ლოგიკურად არ იქნება, იმიტომ რომ მაშინ ის ლიკეჯი გამოვა. ნახოთ აბა. model by build model და TensorFlow-ზე იქნება ეს აწყობილი კი ბატონო. და კაი არქიტექტურა მანახეთ თვითონაც მეტრიკები აქვს და build model ორი წამი estimator model train არა მე აქ მოდელ გადაეცა მაგას ამას უკვე ეს მოდელი სადო მოდელი არის ResNet V1, ეს ResNet V1 საიდან არის?
რესნეტიც, ეს რესნეტი საერთოდ არის გადმოღებული. მოდელ ეს რესნეტი დაიმპორტებულია, პირდაპირ რესნეტი, აგერ არის რესნეტი. არის ბეშნომი, რანაირად არ არის. არის? არის, თვითონ იმაში რეზნეტში. ხო. ნახოთ, რა არის. სად არის გამოყენებული, ნახოთ აბა. არის, როგორ არის? ბოლო ლეიერიდან რაც არის აუთპუტი, ხო, მაგას ვიყენებთ ლოსისთვის. ხო. ხო და ანუ მან ბაჩ ნორმი თუ არის, ბაჩის სტატისტიკებს ის მოდელი წაიკითხავს და გაიმარტივებს საქმეს ბევრად. და ეგ არ იქნება მიზეზი? რაღაცა ხო, ლოგიკურს გავს. შეიძლება მიზეზი კიდე ის იყოს. ჯერ თქვი და მე. არა, თქვი, მეც ვფიქრობ ხარ, ანუ მე ვიფიქრე რომ მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ხო, ანუ სტატისტიკა რეალურად თვითონ ბაჩნორმის სტატისტიკა რო ექნება თითოეულ შეზე ყოველას ხო ლიქეჯი, მაგრამ მეორე პრობლემა ის იქნება, რომ ანუ ამ სტატისტიკას რო იხმარ, ანუ ნოიზი ხო დაემატება დამატებით თვითონ იმას. ანუ ნოიზი იმიტომ დაემატება, რომ მაშინ ეგ იდეები მეც მაქვს, ზოგადად ბაჩნორმი რასაც აკეთებს, ეგ იდეები მეც მესმის რა. ანუ ეგ მეც ერთ-ერთი რაც არ მომწონს არის, რომ რატო აქვს მაგალითად ბეჩნორმი იქ, რა ქვია, სიმსელარში რატო აქვს მაშინ? ეს ხო ამის პრობლემა არ არის. ახლა ანტონის არგუმენტი ცოტი მომწონს, იმიტომ რომ ეგ გადაკოპირებას რა პრობლემაც მოყვება მაგაშია, თორე სხვა შემთხვევაში ანახე რაღაც ეგეთი უნდა ვიპოვოთ, რაც მოაქვს იმას, რაც განსხვავება არის სიმსელარსა და ბიოლს შორის და თავარი განსხვავება არის ეს გადაკოპირება. თავი ხა რაღაცა, მაგრამ გადაკოპირების ამბავია, ნახე. შენი არგუმენტში რაც იდეაში არ მომწონს, არის რომ მაშინ იმ მოდელს სიმსელარსაც იგივე პრობლემა არ ექნებოდა. მაშინ შეიძლება ეგეც ბაგიანია და მანდაც არ უნდა იყოს. შეიძლება ეგ არის პასუხი, ხდები? მივხვდი რა თქვი ნიკოლოზ? კი დაახლოებით. მაგრამ ანუ ბაჩნორმი მგონი ბაიოლის რეზნეტში გამოიყენება, მაგრამ პრედიქტორში არ გამოიყენება. თუ ყველგან არ გამოიყენება ბაჩნორმში არ გამოიყენება, ნახე, ბაიოლის G-ში და ანუ G-ში და P-ში არ G-ში და Q-ში არ გამოიყენება. ანუ აი ამ ციაში, ანუ აი აქ პროექციაში და პრედიქშენში არ გამოიყენება რა. ანუ აი აქ G-ში და Q-ში არ გამოიყენება, რაც ანალოგურად, ნუ ამ G-ში არ გამოიყენება ესე იგი. აგერ არქიტექტურა ხო აგერ კოდიც არის ამათი და ნახოთ ამ არქიტექტურაში მოძებნოთ აბა. ნეტვორკი. MLP-ში არის რომ აქვთ MLP-ში ბაჩნორმი. რავი, აქვთ და ეს შეიძლება მერე დაამატეს. რომელი MLP ეგეც საინტერესოა. იმის MLP ხო არ არის. ეს არის წრფივი, ბაჩნორმი და რელო. ხო, მაგრამ ქვემოთ ResNet torso წერია და შეიძლება მანდი ხმარის მე MLP. ResNet, არა, გავიგი, მაგრამ ჩვენ ხო იმას որ prediction-ში არ გამოიყენებაო და MLP მარტო prediction-ში გამოიყენება. ResNet-ში შეგნით რაც უნდათ ეს ისა MLP. მაგაც არის ბეჩნორმი, რა ვიცი. აგერ არისო. აი მოდი ნახოთ ეს optimizer-ი, scheduler-ი. main loop-ი ალბათ აქ იქნება. ვა, საინტერესოა. რავი, სად ვეჩქარება ხა ცოტა ხანი განვიხილოთ კიდევ, ნახოთ მოძებნოთ პრობლემა. აი, სად ქმნის მოდელს. ბიოლ ექსპერიმენტი შეიძლება აქ იყოს. აი, ექსპერიმენტი, მოდელს სად ქმნი, მოდელი უდრის ამ დამწერე. Forward ესენი. Forward-ი. encoderi, okay. იყენებს პრედიქტორს იყენებს ბაჩნორმალიზაციას და bnconfig-ს დაჟე გადაცემ. ახლა bnconfig-ს გადაცემ ისეს, მაგრამ ყველას ერთად bnconfig-ს გადაცემ. Pass to bachnum construct text end. რაც ამათი კოდი და ის არის ექვემდებარება ერთმანეთს. ანუ აქ აშკარად რავი, პრედიქტორშიც არის, იმიტომ რომ MLP წეღარ ნახეთ და იყო. უtilus version ხო რა არის ბიოლ აქ აშკარად არის ბეჩნორმი. მაგრამ paper-ში უწერიათ რომ მაგრამ ნუ ალბათ რაც მაგრამ უბრალოდ ანუ ერთი შეხედვით ხდება მაგრამ რაღაც ფიქრი უნდა იქნება თორე დეტალი იქნება. ანუ შენ ესე იგი ანტონ ამბობ ეგეთ რაღაცას ნო. ანუ შენ ამბობ რომ მე მივცემ
online, მაგრამ ეგ რა შუაში არის, კაცო. ანუ ეგ რა შუაში არის მართლა. ანუ არ არის, ეს ახლა როფლიო რა შუაში არის, ნახე. შენ ხო target-ში ისედაც average ინფორმაცია გაქვს. ისედაც online-ის ინფორმაცია გაქვს, ანუ რაღა ლიქიჯი არის, რისი ლიქიჯი არის. თანამაც ხო ეხლა გადააკოპირე უკვე მორჩა ტრენინგა, ტრენინგის მომენტში ხო არ აკოპირებ. და თან ბეჭის ინფორმაციაც ყოველზე სხვა ბეჭი არის და რა პრობლემა არის? ყოველზე სხვა ბეჭი რას იპარავ, ხო? საბოლოო output-ის ინფორმაცია არის. ან იქ ბოლოში ვექტორი რაც არის და პირველი მოდელის ტასკი ხო ის არის რომ დაახლოოს ეს ორი ერთმანეთთან და მოდელის ტასკი რომ დაახლოს ერთმანეთთან არა ის რომ ფოტოებზე ხო განსხვავებული ფოტოებიც რო იყოს ამ ერთგივე და რადგან თარ დაახლოს კი ბატონო და რასამა რომ დაახლოს რა ხდება მაგ შემთხვევაში დასაკეთებს ინფორმაციას იპარავს ანუ მან ხო ჩვენ უბრალოდ ამ scale ანუ ბეჭისთვის ისინი გადმოგაკ ხო საშუალო და მინი გადმოგაკ ანუ საშუალო და იმას აკოპირებ და მაგით რა ხდება ანუ მანამდე ხო გავიგე მანამდე იმას ხო არის შანსი ეგ იყოს რა ანუ თუ რამეა ანუ და დასახელებული ვერსიებიდან ყველაზე და ეგ მომწონს ხო ასე და ისეც ნიკოლოზ მადლობა კითხვისთვის და ანტონ შენც მადლობა საინტერესო იდეის დაფიქსირებისთვის ხო ფიქრი უნდა ამას ერთ შეხედვით ხო შეიძლება იყოს პასუხი იყოს პოსტა რომ მასზე უკეთ იმუშავა თუ აქ ნახე რაღაც ინიციალიზაციაზე არის აკრას მაგაზე ბეჭდომალიზაციის ინიციალიზაციაზე არის რა აიცა ქვემოთ კოდიც აქვს მოტანილი training loop-ი, loss function-ი, network definition-ი. For simplicity we omit batch norm related states. მაგრამ კოპირების ლოგიკა შეიძლება არ აკოპირებენ, შეიძლება batch norms არ აკოპირებენ. იმიტომ რა შეჭირდება მაგის გადაკოპირება კაცმა რო თქვას. ხო, მაშინ შეიძლება. In the actual code we use transform with state the corresponding net init function both parameters. აქ რას გვესწორ for simplicity we omit batch norm related states. ხო, ეგ არის გაკრას. For simplicity simplicity რა რისი simplicity-ისთვის. Network definition-ი, hyperparametrები, გადაკოპირების კოდი საწერია ეგ გვანახე. Training loop-ი. Update function-ი, ხო, update function-ი, beyond state-ი global step-ი update function-ი okay target ema jax 3 multimap okay ხა გაიგე ხა ეს რა არის ახლა საკითხავია პარამეტრებში შედის თუ არა ისინი იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე რა ის არის იქიდან გამომდინარე რომელი ფრეიმვორკია ხშირად მაგალითად ცხოვრება არის რომ batch normalization-ზე ეგ საშუალო და ის რა ქვია საშუალო ეს პარამეტრები ზოგჯერ არ არის ხოლმე. გონი კაკრას ეგ არის რა რომ ზოგჯერ პარამეტრები არ არის. ანუ ხო გონი ეგ ის არის რომ ზოგჯერ პარამეტრებად არ ცითულებიან ეგენი. std of batch norm params და თქვა დავსვი in AutoCAD frameworks ოკეი ვიკითხოთ ესება buffers not trainable parameters ხო და კაკრას ესე იგი ეს არ აკოპირებს ამას ანუ ეგეც არ გამოვიდა რა შენი ის არ გამოვიდა მთლად სწორი იდეაც ეს არ დაკოპირდებოდა მაგ შემთხვევაში
აკოპირებენ თუ არა? პარამეტრად არ ითვლება და შესაძლოა არ დაკოპირდება. ხო და მაშინ სწორი გამოვიდა იდეა თუ არ დაკოპირდება, აღარ არის პრობლემა და შეუძლია გამოიყენონ. ხო და მაგრამ კოდში paper-ში წერია რომ არ გამოვიყენეთო. და კითხვა ჩვენი თავი კითხვა იყო რატო არ გამოიყენეს. შენი პასუხი ხსნი და იმიტომ არ გამოიყენესო data leak-ი ჯერდებინა თავიდან. ხო. ეხლა შეფასებას აღარ ხსნის. არა, პარამეტრად თუ არ ჩათვალეს, ეგეც დაფიქსავდა მაგ პრობლემას ლიკეჯის. ლიკეჯის პრობლემას დაფიქსავდა გასაგებია, მაგრამ კითხვა არის რომ მაგათმა არ გამოიყენეს. აი. ანუ ეგ ნახე პირდაპირ წერია რა აგერ წერია პირდაპირ სად იყო დეტალებში რომ contrary to SimCLR the output of this MLP is not batch normalized. მაგრამ მოიცა output არ არისო, მოიცა. ხო და მოიცა შეიძლება MLP იყოს input-ზე, მოიცა აქ აგვერია მგონი. აქ შეიძლება რომ ეს network-ი რაც ხდება ხო არა, ნახე სწორია, ნახე აქ პროსტა აქ ორი linear layer-ია და ნუ კოდი არ ეწინააღმდეგება. ანუ საბოლოო ჯამში output-ი არ არის batch norm-ში, თორე batch norm-ი არის რაც პირველ input-ის მერე ერთი გადაქმნის მერე არის batch norm-ში. ბოლო აღარ არის batch norm-ში, ხვდებით? ანუ საბოლოო output-ი არ არის batch norm-ში, თორე განა იმას ამბობენ რომ ზოგადად layer-ში, ანუ few layer-ებში არ გვაქვს batch norm-ი. მანდ არის რომ ბოლო layer-ი არ არის batch norm-იანი. ოკეი, კაი, ეს კითხვა მაინც მოგად იმად რჩება რა. საკითხავთ. მოდი მე დაგიჟოთ ეგეთ შეკითხვას. რაც ეხება SimCLR-ს და ზოგადად, რომ დღეს დავფიქრდი მაგას და არ მქონდა ბევრი ნაფიქრი და მე paper-ი ვიპოვე მაგის პასუხად. SimCLR-შიც და აქაც აუგმენტაციები არის ერთნაირი. თითქმის ყველა კონტრასტულ ლერნინგში არის აუგმენტაცია და უმეტესად რაც არის, ხო, როგორ არის? ანუ crop-აო და მე უკეთებ აუგმენტაციაზე. როგორც წესი არის ხოლმე 224 არის ხოლმე დასეთ resize გაკეთებული, ხო, ამ crop-ზე. ჩემი კითხვა არის შემდეგი. რომ თუ მთლიანი ტრენინგის პროცესში ამ similarity-ებს ვადარებთ 224 იმიჯებს. მერე რო შევყავს ჩვენ რაღაცა full HD picture-ები full რეზოლუციაში და რა დაპატარებული სემპლები. მაგას როგორ იგებს მოდელი? ანუ არქიტექტურა რო არ გამაზავს გასაგებია იმ ჩენელების რაოდენობა უბრალოდ განსხვავებული იქნება ისა, ხო? ანუ სიგრძე იქნება ერთი ჩანო. feature map-ის სიგრძე იქნება, სიგრძე კიდე სიგანე არა სიგრძე. სიგრძე იქნება უბრალოდ ისეთი, ხო, განსხვავებული. და სიგრძე და სიგანე სიღრმე იქნება ფილტრების რაოდენობაზე დამოკიდებული. მაგრამ ნუ მე იქნება ის global average ისა, ხო, pooling-ი. და კითხვა არის ეგეთი, რომ აი რატომ მუშაობს? კონვოლუცია და global pooling-ი მაინც საბოლოო ჯამში ხო დაბალ განზომილებაზე დაყავს. და პატარიდან რო იწყებ და სადიდან იწყებ, ხო? მინიმუმ პირველ ლეიერი გაუბერავს, არა? ხო, მაგრამ მე შემდეგ ლეიერებში მუშაობს კარგად. ანუ ეგ არის კონვოლუციის და global pooling-ის კარგი და დადებითი მხარე ამ შემთხვევაში, რომ რაღაც 1024 რო იქნება, პირველში ცუდი იქნება, მეორეში ცუდი და აი მესამეში 224-ზე რო ჩამოვა, მე გააგრძელებს როგორც დატრენინგდა. და ინფერენსზე მაგიტო იმუშავებს წესით. დიდ სურათებზე. ხო, მაგრამ კლასიკურად ხო 224-ზე არ დადიოდა ხოლმე მესამე ლეიერზე. კიდევ 224-ზე შედიოდა და როგორც წესი ხო მცირდება ხოლმე dimension-ები. ყოველი ახალი ლეიერის მერე როგორც წესი განსხვავებული ლეიერები თუ არ არის. ანუ მაინც embedding-ი ხო იგივე განზომილების იქნება 224-224-ზეც და 1024-1024-ზეც. ხო, აი კი. ანუ პასუხი არის სწორი. პასუხი არის სწორი, ერთადერთი რაღაცა დამატებული. რო თურმე რაღაც აგერ paper-ი გამოუშვია fires, რო უბრალოდ ნუ ბოლო ლეიერიო და fine tuning-ო ამ ფოტორებზე, ანუ ყველა ანუ ის ლეიერები პროსტა იმას ქნა, გაყინო და პროსტა ბოლო ლეიერი და fine tuning-ო ყოფნის თურმე. პრობლემა არის რომ test time და train time-ში რეზოლუციებს შორის არის სხვაობა, ხო? იმიტომ რომ test time-ში შენ crop-ებს აკეთებ და
train time და test time-ის დროს შენ გაქვს მთლიანი ფოტოები. და მოგეთ ამ მთლიანი პასუხის ყოფნა რომ ყოფნის ბოლოში პატარა fine tuning-იც ყოფნის. ამ შენი პასუხი მთლიანად სწორი არის, ანუ ეგ პასუხი რომ მოსასმენი რომ ზოგადად თავარი მომენტი მანდ არის global pooling-ი. ეგ არის თავარი. და ზოგადად CNN-ის მოცემულობა რომ მაინც პატარებს გადაუყვება და სულ არ აინტერესებს 1024-ს გადაუყვება თუ 220 მაინც 3-3-ზეს უყურებს, ხო? იმიტომ რომ ფილტრი არის 3-3-ზე. ხო. ეგ არის. და ის რომ ბოლოში პატარა fine tuning-იც უკეთებენ ხოლმე რომ უფრო კარგად იმუშაოს, მაგრამ აუცილებელიც არ არის. კარგი. ეს გავიგეთ ყველა ამ. ანტონიკა, გიგი. კი. კი, გასაგებია. Okay. კიდე რა კითხვები მქონდა? ეს Lars Optimizer-ი წესთ გაიარეთ, ხო, იმაში? Contrast learning გაიარეთ, ხო? ცალკე, სამამას ახსნით, რომ სილაბუსი მახსოვს ეგრე დავალაგე, რომ contrast learning გავლი გაქვთ უკვე, ხო? კლიპი გავიარეთ უკვე. Okay. არა, simcilary ხონდა ვაფშე სილაბუსში, ეგეც არ მახსოვს. ესე პირდაპირ მგონი არა. ეს ფაილები ხარ გახსნა. გურამით რა უნდა ჩაეტარებინა? აქ პატარა გურამი ხო ის არა, ანუ გურამი მხოლოდ აბა ეგეც გახსენე. ხო არ გახსნა, დაჟე მეორე ტურის ერთი ამოცანა ძალიან კაი მოვიფიქრე, პროსტა აქ PyTorch-ის გარეშე ვერ იზავ რა, მაგრამ ძალიან მაგარი ამოცანა მოვიფიქრე და ამიტომ ანუ კლასიკალ ML-დატაზეა, კაი გასაგებია. არა აუცილებლად, იდეა საინტერესო, რომელიც კლასიკურზეც იმუშავებდა. კლასიკ დატაზეც იმუშავებდა, მაგრამ ნუ PyTorch-ი აუცილებელი. კი ბატონო, აქ არის UI-ის პირველ ამოცანას გავს. როგორ? UI-ის პირველ ამოცანას გავს. არა. კაი. ვაიცა რა უნდა მენახა? SimCilary ვაფშე არ მახსოვს, იყო თუ არა. აქ იყო. კონტრასტი. ხო, ეს ანუ მაგის დროს ახსნა, კლიპის დროს ახსნა SimCilary. კლიპი ვაფშე არ გაუხსნიათ. რა კლიპი? კაცი დროს კლიპი არის. მულტიმოდალები მერი არის, არა? სადაა კლიპი ვაფშე არც მახსოვს. ხო, ბოლოს არის მულტიმოდალები. ხო. ხო, SimCilary ხო მაშინ ეს იმას აღარ დაგიშოთ კითხოს მაშინ. აი, მაშინ ეხა აქ რაც მაინტერესებს, რაც საინტერესოა ჩემთვის რომ გაიარეთ, აი ეხა ამის ხო ფიქრობდი, აი ეს ეხა ცალკე cool, okay, გავიგე რა. მაგრამ რა ამოცანა შეიძლება მოვიფიქრო UI-ს, რატო შეიძლება იყოს ეს გამოსადეგი. ერთი რაც მოვიფიქრე, UI სტილის ამოცანა ეხა, ნუ რა შეიძლება გამოგადგეს არის, რომ ხო დამავიწყე ხარ მქონდა მოფიქრებული. მოგეთ თვითონ ის იდეა აქვს, საინტერესო არის, რომ ეს მოდელს ცვლი ასე რა და შეიძლება მაგაზე რაღაც საინტერესო იდეა მოიფიქრო, რომ კონდეს ერთი მოდელი და მხოლოდ ხო თუნდაც ეგ რა მარტო წარმოვიდგინე მარტო პოზიტივი გზნეფლები მოგეცი. მარტო პოზიტივი, ანუ უпростоრად კროპები მოგეცი მარტო რა. და მარტო პოზიტივ კროპები, მაგრამ მან შეიძლება გადააკეთო პირდაპირ SimCilary გააკეთო, გადააკეთო ნეგატივებად და SimCilary გააკეთო. ხო, მაგრამ ტრენინგს ისე კონტრასტზე ძალიან დიდი დრო არ უნდა და მაგიტო UI-ზე არ იქნება ისეთ მორგებული. ხო, რაღაცა მოდელის კოპირებაზე იყოს რამე საინტერესო რა, რომ მოდელის კოპირება გიწევს. საინტერესო ისე იცი რა იქნებოდა, ეხა რაც გავარჩიეთ ბოლო კითხვა იმაზე, კონვოლუცია და პულინგზე, იმიტომ რომ ანუ შეიძლება ინფერენსისას დიდი სურათები მოგდიოდეს და გითხრან ეგ და რაღაცა იფიქრო, რომ იქნებ გამოვასწრო, რომ resize რო უქნა მაგ სურათებს, ან რაღაცა. ხო, და resize ჯობია ხოლმე რომ პროცესს შეუშო ჩვეულებრივად და ხო, ანუ პულინგი სწორად გილას გედოს და global pooling-ი და ასევე ხო, პატარა fine tuning-იც შველის, რასაც ეს paper-ი ამბობს. აი ორი ფოტო რო კონდეს სხვადასხვა კუთხიდან გადაღებული. ხო. და მხოლოდ პოზიტივები გექნება და ამის გამოყენება მოგიწევს. აგმენტაციის მაგივრად ნამდვილი ცხოვრების ფოტოები იქნება უბრალოდ მსგავსი.
ან ნახე, ანუ შენ უბრალოდ task-ი გაქვს ეგეთი, რომ დაატრენინგო კონტრასტივ ლერნინგის სტილის ამოცა. ან კონკრეტულად დაატრენინგო რაღაცა embedding მოდელი, რომელიც ენკოდერი, რომელიც კარგად შეძლებს. ხო, ის არ მიხსენებია, როცა inference აკეთებ, ამ ყველაფერს გადააგდებ და მხოლოდ online-ის ენკოდერს იყენებ. მეტი არაფერი. ამ საბოლოო ჯამში ამისი პროდუქტი არის ენკოდერი. დარჩენ ყველაფერს შეიძლება გადააგდო. და ესე გან ამოცანა ჩამოვაყალიბე კარგად ანტონ, ანუ გაქვს რა? გაქვს რამდენი ფოტო, როგორი ფოტო და task-ი რა არის? აი მაგალითად გაქვს 100 ფოტო და თითოეული წყვილი არის ერთი ადგილას გადაღებული უბრალოდ სხვადასხვა კუთხით. ანუ 100 ფოტო თუ 100 წყვილი გაქვს, 100 წყვილი ფოტო გაქვს თუ 50 წყვილი. 50 წყვილი ფოტო გაქვს. ანუ წყვილებშია, ოკეი. მაგრამ აქედან რატო ვერ გააკეთებ negative sample-ებს? სხვა წყვილს ავიღებ, ამ წყვილს ავიღებ და აქედან simcl-ი ხო კაკას მაგას აკეთებს. ერთმანეთში ვიტყვი, არასწორები არიან თქო. ანუ ერთმანეთში არ არიან სიმილარები თქო. ხო. მოგეთ ხო ანუ რაღაც ნუ მინიმუმ რატომაც არის მნიშვნელოვანი ბიოლის ახსნა არის რომ მე ვნახავთ დაინოს რომელიც გამოიყენება ალბათ ეხა მთავარი embedding მოდელები კეთება დაინოთი. დაინო მოდელები არის ეგეთი დაინო V3 გამოვიდა ეხა ვაფშე მგონი თუ V3 გამოვიდა მგონი. ხო. ეს დაინო არის self supervised learning-ის აი პიკი რა ამის ზემოთ არაფერი არ არის და ყველა benchmark-ზე ყოფნის და ნუ აქ ჯობნის და ნუ აქ არის გამოყენებული ძალიან მსგავსი არის იმის რა ბიოლის იდეები არის გადმოღებული აქ teacher-ი და სტუდენტი ნუ პირველ დაინოში მინიმუმ დაინოვე 2 და დაინოვე 3-ში არ მახსოვს როგორ არის და ნუ მინიმუმ აქ არის და მაგის მხრივ მაინც საინტერესო არის ბიოლის იდეები ხო ანუ რაღაც შეიძლება ისეთი იდეა არ არის ხა რაღაც მთელი ცხოვრება გაყვეთ და მაინც ძალიან გამოგადგეთ. ერთი ინფორმაცია არ დამიანოსებია, იმიტომ რომ მე როცა დამიანოსებენ, ეგ ინფორმაცია შემოკარგებო. არავინ არ შემოხვედით ამოცანების გარჩევაზე. წინა იმის ამოცანების გარჩევა, რაც მე ვიწვალე, რომ ამოცანი გამერჩია. ჩვენ გვეყოლება კეგლის Grandmaster-ი ჩაგეტარებთ ერთ ლექციას. 3x Grandmaster-ი. ახლა დამავიწყდა. დატასეტებში, ნოუთბუქში და იმაში, რა ქვია, კომპეტიშენებში. მოიცა, ორი წამი. ვიპოვე ხავე. გეტყვი ხავე სელინი. მოკლედ, ჩვენ გვეყოლება მოვა სელიმი ჩვენთან. რომელიც არის საკმაოდ კარგი პეიპერების ავტორი, ML Engine, ახლა TikTok-შია, Google-ში იყო ბოლოს წესი და ხო, ეს ძველი არის. რაც Google-შია. ან ჩვენ მეგობრებმა ზვიკი ნოზაძემ გვიპოვა. და აგერ ნახეთ. ტოპი იყო, ეხლა 328-ია, მაგრამ ტოპი იყო, სადაც წერია about-ში არის. ანუ highest rank-ი ქონდა მე-7. 17 ოქროს მედალი აქვს, ანუ ხო ხვდებით რა, ანუ სერიოზულია და ველაპარაკე, ძალიან მოეწონა ჩვენი იდეა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. და ერთ ლექციას ჩაატარებ, სადაც მოყვება ზოგადად თავის იმაზე, კითხა რომ თუ რამე კონკრეტული აინტერესებთ, რაც შეიძლება რომ ვასწავლო მითხარითო და მაგალითად ჩაატარებს ლექციას, სადაც იანვრის ბოლოს თებერვლის დასაწყისში. დაწერით, ჩავიწერთ, ოღონდ YouTube-ზე შეიძლება არ დავდოთ. გააჩნია როგორ წავა, მაგრამ ნუ ყველას ექნება access, ანუ drive-ზე მინიმუმ ეგდება რა. და რა ენაზე იქნება? ინგლისური. რუსული შეგვიძლია, მაგრამ ნუ ინგლისური. ქართული არის ხა, ქართული არ არის ცხადი. სადაურია. დაღესტნელი, რუსი. ძალიან კაი კაცი არის, ძალიან კაი კაცი. დაუბრუნდათ მოსწავლის. არ გვჭირდება. გამარჯობა ალექსანდრე. ხო და მოკლედ რაც ვქნა რომ ჩაატარებს ლექციას იმადა ჯერაც ავარჩიეთ თემა არის რომ წაყვება და
მოყვება რაღაც ქეგლის კომპეტიციები, რომელიც ჩვენ ამოცანებთან ახლოს არის. მაგაში რაცადა, რა ისწავლა და რაზე დაფეილდა რა და რა შეიძლება უკვე ესწავლა. ანუ ამოცანის სტრუქტურა კარგად გაიაზრა და ეგეთი რჩევაც მოგვცა, რომ ნუ დიდი ალბათობით ნუ ეს საერთოდ კეგლი ამ ფორმატის არ არისო, მაგრამ მე ამ ფორმატის ტიპი ვარო. მაგას მომწონს ეს ისო რა, რომ გავაკეთოთ სწრაფი solution-ი დადო რაღაც შეზღუდულ დროში. შეზღუდულ რესურსით. და ერთი რჩევა რაც მოგვცა, რასაც გავითვალისწინებთ მინიმუმ შემდეგი წლიდან და რაღაც შეიძლება წელსაც მაგაზე იყოს, რომ paper-ების გარჩევა შეიძლება ყველაზე ეფექტური საშუალება არ იყოსო რა ამ ოლიმპიადაზე მოსამზადებლად. უბრალოდ ამ paper-ების გარჩევას იმიტომაც ვაკეთებთ, რომ ზოგადად ძალიან მაგარ ცოდნას იღებთ ჩვენს და ვინც YouTube-ზე გვიყურებს ისინიც. ანუ გარდა იმისა, რომ ოლიმპიადაზე ვაოპტიმიზირებთ, რაღაც გარე დამატებებიც აქვს. და მე მგონია, რომ რაღაც ხელით შერჩეული საინტერესო paper-ები რაც გავაკეთეთ, რაც ავარჩიე, მგონია, რომ მაგაში ბევრი ღირებულებაა და უბრალოდ ვერ გამოიცნობ, რაზე მოვა ამოცანა ვერ გამოიცნობ და შეიძლება რაღაც მომენტში პროსტა ის რომ ანუ ის ჩვენი პასუხისგებლობაა, რომ ამოცანები ბევრი ვაკეთოთ, ახლა EA ლიგის მუღამი, მთელი მუღამი გაი რომ ბევრი ამოცანა გავაკეთოთ. მაგრამ ნუ მე მაინც ჭირა რომ paper-ების გარჩევას მუღამი აქვს, იმიტომ რომ ამოცანა რაზე მოვა და სად გამოგადგება აქ ყურით მოკრული იდეა, არიცი რა, ანუ რაღაც თან ახლა ისეთ paper-ებს ვარჩევთ, რომელიც ერთის მხრივ ან არის ფუნდამენტურად, მე ითქვათ, თქვა vision transformer-ი რაც სალიამ გაგირჩიათ, ნუ რთული თემა იყო, შაშენაც არ იყო კარგად გააზრებული და ამიტომ გვინდოდა რომ კარგად გაგიაზრებინათ რა, მაგრამ არის paper-ი რაც არის ეს, რომელიც საინტერესო იდეაა, განსხვავებული იდეაა და პოტენციურად არის შანსი რომ რაღაც საინტერესო ამოცანა გაკეთდეს მაგაზე რა. ამიტომაც თუ გეცოდინებათ, მაგას აჯობია. და თუ სწორად მახსოვს, ბიოლი მგონი დაამატეს კიდევაც, ხო? თუ არ დაამატეს იქ სილაბოში მგონი, არა, მგონი არა. ეს არ დაუმატებიათ. ხო, ეს არა. paper-ების გარჩევის მაგივრად რა ჯობიაო, რა თქვა? ორი რაღაც თქვა რა, ერთი რომ პროსტა წიგნი ჯობიაო, ანუ paper-ში არის ძალიან ბევრი თან მიცნობა დაწერილიო და მაგის წაკითხვა. ამას ვიღაცას პროსტა Gemini-ის გააკეთებინებს სამერის მოსულაო. არ პროსტა აბსტრაქტს უწაიკითხაო. პროსტა ანუ paper-ის დიდი წაკითხვა და მაგაზე საათობით დახარჯვა არის დროის კარგვა ჩემი აზრითო რა. ერთი არისო რომ ეს ცნობილი წიგნი არის. მოიცა hands-on machine learning with scikit-learn. ცნობილი წიგნი არის, მეც მაქვს წაკითხული. ძალიან ტექნიკური წიგნი არის ეს და აქ არის კოდის კერი ნაწილი, რაც აქ არის რაღაც კლასიკურად ამოცანები, ოღონდ აი კლასიკური ML-ის ცოდნა რა, აი კარგი data scientist, კარგი machine learning ინჟინერი კოდს როგორ წერს. ანუ ამაში ფლად დიდად არ ვეთანხმები რა. სელემსო ხა ეს არ არის საკმარისი ამ ოლიმპიადისთვის, ანუ პროსტა კარგად იცოდე პრეპროცესინგი და feature engineering-ი და data cleaning და EDA არ არის საკმარისი, რაც ცოტა რაღაც იდეებით საჭიროა და რაღაც სხვანაირი ცოდნებით. ან deep learning-ზე ეს წიგნი ნაკლებად ეხება რა და ბევრი ამოცანა deep learning-იდან მოდის ამ ოლიმპიადაზე. მეორე რაც გვირჩია არის რომ paper-ების გარჩევას ხო არ ჯობია რომ თქვენი ეს ისეთ ლიმიტირებული ენერგია რაც გაქვთ, რაღაც მე ლექტორების გუნდა საორგანიზაციო გუნდი ვინც ვართ. ეგენი გადაერთოთ ამოცანების გარჩევა, ამოცანების გაკეთებაშია, რომ ბევრი ამოცანა გააკეთო და მე ამოცანები მიცეთო რა. რაც ხო ეს ვალდური არის, მაგაზე ფიქრი ვალდური და შემდეგი წლიდან შეიძლება ეგიჯობდეს. რომ რაც შეიძლება მეტი ამოცანა გავაკეთოთ რა. მაგრამ წელს მაინც ჩავთვალეთ, რომ ეს იმდენად ღირებული მატერიალია, რაც კეთდება, არა მარტო თქვენთვის ზოგადადაც რა, რომ ღირს ამის კეთება. რაც მე ვიცი რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც აქტიურად უყურებს ჩვენ კურსს. ეხლა მაგათ ეგენი არ არის მთავარი პროექტი, როგორ თქვით, ეს კურსი ჯერ არის ოლიმპიადის და მე სხვა რამისთვის. მაგრამ ხო რა. მაინც მნიშვნელოვანია, რომ მგონია, რომ ამ paper-ებით რაღაც საინტერესო იდეებს მიყვებით. ოღონდ ეს ამ paper-ებს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა კლასიკური რაღაცები, კლასიკური ML არ არის. პირველი წინა კურსი, მეორე კურსის სილაბუსში ყველაფერი გესმის. ეს არის advanced თემები, რომელიც შეიძლება გამოგადგეს, რომ იქ უკვე დაღეჭილი გაქვს რაღაცეები. ეხლა კლასიკურ ML-ზე SVM-ებზე მე რამდენი უნდა მოისმინო ერთგივე რაღაცა. მაგრამ ადგები და აგერ აქ რაც ლევან ათაშვილმა აგიხსნა სიტყვაზე ტრანსფორმერული მიდგომები ან ძალიან სიღრმეში ხის მიდგომები, ეგენი გაარჩიო, ჯობია ვიდრე ხელახლა მოისმინო SVM-ზე რა. მაგრამ იქაც იქნება რაღაცები, რაც თქვენ კარგად არ გაქვთ გააზრებული ჩემი აზრით, შაშანდელი კურსიდან გამომდინარე. მაგრამ ხო, ამას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა ისინი კარგად გესმის რა.
ეგეც მართალია. ბატონო. გავედით პრინციპში. ბოლოში. რამე კითხვა ხوار გვაქვს paper-ზე. მარტივად ჩავარეკრიკეთ რა, ანუ თავარი ინტუიცია მალევე ვთქვით და არქიტექტურაში ნუ სირთულე არის ეს. სიმეტრიულ ლოს რატო იღებენ თქვენია? ძალიან მარტივი, მაგრამ მაინც დავსვით ეგ კითხვა. რატო სიმეტრიული? ან წონები ხო იგივე აქვთ ორივეს, ოღონდ თავიდან მე prediction-ის გარდა და ანუ პროსტა ასიმეტრიული ერთადერთი ის რომ ნელ-ნელა აპდეიტდება online network-ი და სიმეტრიული ლოსი გულისხმობ რა ხე რა სნიკა, რომ ლოსი არის სიმეტრიული, გულისხმობ იმას, რომ ერთის ხრივ ჯერ ტ შეკავს აქ, მერე ტ1, ანუ ტ1 შეკავს აქ, ანუ ერთი ტრანსფორმაცია, ანუ ორი ფოტო ხომ მიიღე ერთი ფოტოდან. პირველი შეკავს პირველში, მეორე მეორეში და მერე მეორეში ყავს პირველში და პირველი მეორეში და მაგას ატო აკეთებ მაგ სიმეტრიას. და მაგათი ჯამი არის მთლიანი ლოსი. ანუ ანუ target-მაც რომ სწორ რეპრეზენტაციები მიიღოს და იმანაც რა ქვია მეორეს. ბაიასი რო არ იყოს მარტო ერთ რაღაცეებზე რა, რომ ყოველთვის კონდეს ორივე მხრიდან, ხო, ძალიან ლოგიკურია, ძალიან ინტუიციურია, რომ ყოველთვის აჯობებს რომ სიმეტრიულად ქნა ეგ რაღაც უჯ ასიმეტრიულად. ბატონო. რატოა ლოგიკურია? მე ორჯერ მეტ ფოტოზე უნდა დაატრენინგო და არ ჯობია რომ ორჯერ მეტ განსხვავებულ ფოტოზე დაატრენინგო ვიდრე ერთნაირზე. კარგი კითხვა. ჯერ ერთი აქ რო აქ ნუ არ იგულისხმება რომ შეზღუდული ბიუჯეტი გაქვს, ანუ აქ არსად არის რაღაც შეზღუდული რესურსი ვაკეთებთ მაგას და გარსად არ ნახსენები. მაგრამ რა უფრო ჯობია ნახე სამაგიეროდ ერთ ნახე რას აკეთებ რომ ერთ მომენტში საერთო ლოს კრივავ, ანუ ისი არ უნდა გამოვიდეს რომ ონლაინ მოდელმა ყოველთვის დაამუღამოს ერთნაირი ტრანსფორმირებული რაღაცები დამიპყო მეორენაირთან. ნახე, აქ არის კროპი და მოტრიალება, აქ არის კროპი და ფერის შეცვლა, რაღაცნაირი ისა, ხო? ფერების გრადაცია. და აქ შენ გინდა რომ დარწმუნებული იყო რომ ორივე მხრიდან აქვს ნანახი. ანუ ამან ამას ბაიასი არ ქონდეს. შეიძლება თქვა რომ ფოტოდან ფოტომდე შეცვლი მაგას, ხო? თქვათ მეორე ფოტოზე შეცვლი იმას რა. მაგასაც აქ ალბათ მნიშვნელობა, მაგრამ ნუ მაგასაც აქ რაღაცა მუღამი, მაგრამ ხო, ნუ აქ აუგმენტაციები განსხვავებულია პირველი მოდელისთვის და მეორესთვის სულ. ხო. ანუ ორ სხვა ფოტოს განახეთ, მაგრამ აუგმენტაციები მაგრამ ამას ვაფშე ეს სლაიდის გავიაროთ პრინციპში. ნახე, აი ორი სხვადასხვანაირი, ნახე. ორი სხვადასხვა კროპია და ერთგან არის რაღაცა თქვათ სატურაცია გაკეთებული, მეორეგან არის რაღაც მოტრიალებული სიტყვაზე. ან არაფერი არ გაკეთებული სიტყვაზე. ეგ რენდომი არ არის, ანუ თვითონ ირჩევს რაღაც. ხო. მაგალითად, სამ აუგმენტაციას და სამ პარამეტრს მაგისტვის. ხო. ხო და ანუ ორივე მოდელი ერთნაირ ფოტოებს ნახულობს ჯამში. სულ თნებაში კი სხვა ფოტოსთვის კი. ხო, მე მომდე ერთი ფოტოს ფაგლებში, მეგონა წაგანდელი კითხვა იყო ერთი ფოტოს ფაგლებში. მაგრამ არა, ხო, მართალი ხარ, ხო, სულ ბევრჯერ დაატრენინგებ, ხო, რა თქმა უნდა, ხა დიდი რიცხვების წესით რაღაც უეჭველი ეგრე დაждდება, რომ ყოველას ორივე მოდელი თანაბარი რაოდენობით ნახავს სხვადასხვანაირ აუგმენტაციას. რისი ბაიასი ექნება მაგალითად პირველ მოდელს და მეორე მოდელს. ერთნაირი. ბაიასი აღარ არის სწორი, ესე იგი რაც მე თქვი აღარ არის სწორი, მართალი ხარ. მაშინ რატო სიმეტრიული? თუ ბიუჯეტი არ აქვს შეზღუდვა, ცხადია რომ ეს უკეთესი იქნება. ხო, მაგრამ ხო, ალბათ ეგ არის რა, ალბათ ბიუჯეტის შეზღუდვა რო არ არის რა, ნახსენები რომ აი with custom budget-ში რაღაცაში მოცემული არის ეგ. სიმეტრი მოდი ნახოთ, ალბათ უწერიათ სადმე. Symmetric. The predictor is only applied to the online benchmarking architecture asymmetric. Okay, guys, ეს არ გვინდა. წერია. ხო, არ წერია მიზეზი.
ხო და ისინი ვიპოვოთ, წეგან დამავიდე და კიდე მინდა რომ ვიპოვოთ, თორე ძალიან გავბრაზდები ეგ რომ ვერ ვნახო. როცა ამბობდნენ იმას როგორ დაიწყეს მეთოდი, მოიცა? ეგ იმპლემენტაციის დეტალებში უნდა იყოს წესით. იცი რომ აქ არ არის არა ვახ სადღაც სხვა ფერფერ შამერია სხვა ფერფერის წაკითხვაში ანუ აქ უწერიათ რაღაც ეგეთი ტექნიკური ხართ უწერიათ ეგეთი რაღაცა რომ უბრალოდ ვაჩვენეთ რომ შედეგები ResNet-ის შედეგები უდდებოდა მოიცა ResNet-ის შედეგები ხო იმას მეცა აქ იყო მგონი მეცა აქ დასაწყისში იყო ვაფშე ანაც თუ ჭდებოდა შედეგი თუ სხვა დიდი ზომის ResNet-ებზე ამიტომაც გადაწყვიტეს CM7-ს გაიარეთ ეგ არ გაგვიულია წესით CM7-ის ლოსი არ გაგვიულია არა სადღაც წერია ბოდიში რომ ამდენს ვაჩმახებ პროსტა მახსოვს რომ ეგეთი რაღაც უწერიათ რომ სპეციალურად ქნეს სხვანაირი ინიციალიზაცია ოკეი, კაი, ვერ ვიპოვე არა აქ. სხვანაირი ინიციალიზაცია უწერიათ სპეციალურად, რომ დაიწყეს სხვანაირი ინიციალიზაცია ცადეს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში უბრალოდ მოდელი უტდებოდა და ეგრე გააკეთეს. ეგ აჩვენა მხოლოდ ექსპერიმენტმა. ანუ ზოგადადწყვეტილება არის ძალიან ეგეთი და არა მაინც და მაინც რაღაც თეორიაზე დაყრდნობილი. უბრალოდ აღმოჩნდა ეგრე უკეთ მუშაობს. კარგი ბატონო. მოვურჩეთ მაშინ დღეს.